ჯერ ღირიმი, შემდეგ კი დაარჩენი უკრაინა. ეს იყო პუტინის გეგმა 2014 წლიდან, რადგან ის ყირიმს თავისი შეჭრის საწყის წერტილად მიიჩნევდა. ყველაფერი ყირიმით დაიწყო და ახლა ყირიმის დასრულდება. ნახევარკუნძულზე რაღაც მოულოდნელად შეიცვალა და ეს ყოველგვარ პუტინის გეგმას ანგრევს. რუსული ძალაუფლების ბასტიონი უკრაინაში აღარ არსებობს. ნაბიჯ ყირიმს უკრაინა ათავისუფლებს და ის მოულოდნელი ცვლილება, რასაც ახლა ხედავთ, ნახევარკუნძულს უფრო დაუცველს ხდის, ვიდრე ოდესმე. როცა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა, უკანონოდ ოკუპირებული ყირიმი რუსული გეგმის მნიშვნელოვან წერტილად ითვლებოდა. რუსეთის ძირითად ტერიტორიიდან მომარაგება შეიძლებოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, კერჩის ხიდის საშუალებით, რომლის ასაშენებლადაც რუსეთმა 3 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. ეს მარაგების შემდეგ ყირიმიდან უკრაინაში იგზავნებოდა. გარდა ამისა, მთელი ის ტექნიკა, რომელიც პუტინმა ნახევარკუნძულზე განათავსა, შეიძლება გამოყენებულიყო უკრაინაზე შორიდან დასარტყმელად. ყველაფერი ასე მარტივი ჩანდა. ყირიმი რუსეთის მთელი სტრატეგიის საკვანძო წერტილი იქნებოდა აღმოსავლეთ უკრაინასთან მიმართებაში. მაგრამ ყველაზე კარგად დაგეგმილი გეგმების კიც კი შეიძლება დაინგრეს, როცა მტერს არასაკმარისად აფასებ და პუტინი ამას 2014 წლიდან აკეთებს. უკრაინა მიცოდა როგორ აპირებდა პუტინი ყირიმის გამოყენებას იმ წამიდამე, როცა რუსეთმა ნახევარკუნძული დაიკავა. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ ყირიმში 2022 წლიდან ბევრ ყურადღებას იპყრობს, რეალურად უკრაინა თითქმის იმ დროიდანვე ამზადებდა და აწყობდა კამპანიას ყირიმის რუსეთიდან ეტაპობრივად დაბრუნებისთვის, რაც ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყო. როგორც National Interest-ი უწყება, ჯერ კიდევ 2016 წელს უკრაინის დაზვერვა უფრო აგრესიულ ქმედებებს მოითხოვდა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. უკრაინა ამტკიცებდა, რომ აშშ-ში უნდა ჩარეულიყო და რუსეთი გაეძევებინა. აშშ შემოარი თქვა. ეს იყო წითელი ხაზი, რომელსაც აშშ არ გადაგვეცდა, რადგან ეშინოდა რუსეთის მხრიდან ესკალაციის. ამიტომ უკრაინამ საქმე საკუთარ ხელში აიღო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯგუფმა, რომელსაც სავარაუდოდ ხელმძღვანელობდა კირილო ბუდანოვი, რომელიც ახლა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, 2016 წლის აგვისტოში საიდუმლო რეიდი ჩაატარა ყირიმში. ოპერაცია, რომელიც 6-დან 8 აგვისტომდე გაგრძელდა, მოიცავდა 5 სპეციალური დანიშნულების ოფიცრის ჯგუფს, რომლებიც ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ, რათა ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა მასალები სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე მიეტანათ, რუსეთის ობიექტებთან ახლოს, ნახევარკუნძულზე. ეს ობიექტები შერჩეული იყო იმიტომ, რომ უკრაინამ სწორად განსაზღვრა, რუსეთი მათ შემდგომი შეჭრისას გამოიყენებდა. სამწუხაროდ უკრაინისთვის რეიდი წარმატებული არ აღმოჩნდა. ბუდანოვის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აღმოაჩინეს და უკრაინას უკან დახევა მოუწია, თუმცა უშუალო შეტაკებამ რამდენიმე რუსი სამხედრო მოკლა. უკრაინა გააკრიტიკეს როგორც აშშ-მა, ასევე რუსეთმა თავისი ქმედებების გამო. მაშინდელმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გავრცელებული ინფორმაციით უკრაინას გააფრთხილა, რომ მსგავსი რამ არასოდეს უნდა განმეორებულიყო. რაც შეეხება პუტინს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ რეიდმა უკრაინის სისუსტე გამოავლინა, მან განაცხადა, რომ რუსეთი ასეთ რამეს არ გაატარებდა. რაც პუტინმა ვერ გააცნობიერა იყო ის, რომ ამ რეიდით უკრაინამ მკაფიო გზავნილი გააგზავნა. უკრაინა ყირიმზე უარს არ აპირებდა. 2016 წლის აგვისტოს რეიდი შეიძლება წარუმატებელი იყო, მაგრამ მან საფუძველი ჩაუყარა მოვლენათა ჯაჭვს, რომელმაც პუტინის გავლენა ყირიმზე შეასუსტა. მოულოდნელი ცვლილება, რომელიც ახლა ხდება, სწორედ იმ მოვლენათა ჯაჭვის შედეგია. ამ ცვლილების გავლენამ რუსეთზე პუტინი 2 საშინელი არჩევანის წინაშე დააყენა: ან დაკარგოს ყირიმი, ან წააგოს უკრაინის მატერიკზე შეჭრა. გადავიდეთ 2022 წლის თებერვალში. სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომლის მოსვლასაც უკრაინა ყოველთვის ელოდა, ოფიციალურად რად იწყება და პუტინს ისევ გონია, რომ ყირიმში ყველა ბერკეტი მის ხელშია. უდიდესი ამპარტავნებით პუტინს ეგონა, რომ რუსეთმა უკვე გადაიტანა უკრაინის საუკეთესო დარტყმა ნახევარკუნძულზე 6 წლით ადრე. როდესაც რუსი ჯარისკაცების სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მძარცველობდნენ, ყირიმი პრაქტიკულად ხელშეუხებელი იქნებოდა. უკრაინას ფაქტობრივად რეალური საზღვაო ფლოტი არ ჰყავდა. შავი ზღვის ფლოტი პატრულირებდა იმ წყლებს, რომლებმაც ფლოტს სახელი მისცა და ყირიმში შეჭრა ერთადერთი სახმელეთო გზით მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ უკრაინა მზად იქნებოდა 10,000-ობით, თუ არა 100,000-ობით თავისი ჯარისკაცი დაეკარგა, შეგნებულად გაგზავნიდა მათ სასიკვდილო ხაფანგში. ტექნიკა და ჯარები ქერჩის ხიდზე გადადიოდნენ და ყირიმში შედიოდნენ, რათა შემდეგ უკრაინაში შესულიყვნენ და ყველა გეგა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ჰქონდა, თითქოს კარგად გადმიდიოდა. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ქერჩის ხიდი, ვლადიმირ პუტინის მონუმენტი, რუსეთის თითქოს დაწარმატებისათმი ყირიმში, ქვეყნის სამიზნედ იქცა, რომელსაც რეალური საზღვაო ძალები არ ჰქონდა. სივშემოდგომის დილას, 2022 წლის ოქტომბერში, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა 12 მილიან ხიდზე, სადაც ჩვეულებრივ დრეში დაახლოებით 15,000 მანქანა გადაადგილდებოდა. დილით მოძრაობა მცირე იყო, თუმცა დღის განმავლობაში ის გაიზრდებოდა. ვამბობთ გაიზრდებოდა, რადგან უკრაინას სხვა გეგმები ჰქონდა. როდესაც დიდი მატარებელი საწვავით ყირიმისკენ მიემართებოდა, კერჩის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა. ვიდეო თვალით დაფიქსირდა აფეთქება ადგილობრივი დროით 6:07 საათზე მოხდა და მან რუსული მატარებელი გაანადგურა. ცეცხლი ცეცხლოვანი ბურთის შედეგად საწვავის ავზები აფეთქდა. გზის მონაკვეთი ნაწილებად დაიშალა და ბოძი განადგურდა. უკრაინამ კერჩის ხიდს დაადგა.
რუსეთი ამას არ ელოდა. 2016 წლის აგვისტოს გამოცდილება გათვალისწინებული იყო და ერთ წამში უკრაინამ პუტინს აჩვენა, რომ მას უკრაინის სამხედრო დაზვერვისგან ბევრად მეტი საფრთხე ელოდა, ვიდრე ეგონა. და შემდეგ წლებში კერჩის ხიდი კიდევ რამდენჯერმე გახდა სამიზნე. მეორე თავდასხმამ 2023 წელს ხიდი შეახია. 2 წლის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟება კერჩის ხიდის სარყდენებზე ოპერაციის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. ეს მოწყობილობები აფეთქდა 2025 წლის ივნისში, რაც კიდევ ერთი გზავნილი იყო პუტინისთვის, რომ ის ვერ იცავს ხიდს, რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავს. შემდეგ 2026 წლის 4 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა საზღვაო დრონებმა მთლიანად გაანადგურეს კერჩის ხიდის დამცველი ფსბ-ს ნავის ეკიპაჟი, რაც მომავალი თავდასხმისთვის მზადების ნაწილი იყო. რუსეთს მხოლოდ ვარაუდი შეუძლია, ხოლო უკრაინა სიხარულით აძლევს პარანოიას გასაგანს, როცა რუსეთის 9 მეზღვაური დაკრძალულია. კერჩის ხიდზე გამეორებითმა დათმობებმა პუტინს აჩვენა, რომ მისი კონტროლი ყირიმზე ისეთი აბსოლუტური არ არის, როგორც მას სჯეროდა. ქვეყანა, რომელსაც რეალური საზღვაო ფლოტი არ ჰყავს, ურტკამს ხიდს, რომელიც რუსეთს ეხმარება ჯარისკაცებისა და მარაგების წყლით გადაზიდვაში, და ეს ისაა, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. ყირიმი, როგორც უკრაინის მატერიკზე შეჭრის ინსტრუმენტი, კომპრომეტირებულია. მაგრამ აი პუტინს ალბათ ეგონა, რომ რუსეთს მაინც შავი ზღვის ფლოტი დარჩა. სინამდვილეში არც ეს აქვს. უკრაინამ რაკეტების, საჰაერო დრონებისა და სულ უფრო დახვეწილი საზღვაო დრონების გამოყენებით სერიოზული ზიანი მიაყენა იმ რუსულ სამხედრო გემებს, რომლებიც ყირიმში შესასვლელ ყველა საზღვაო მარშრუტს უნდა იცავდნენ. შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით მესამედი უკრაინამ გაანადგურა, ხოლო დანარჩენი გემები ტრადიციული ბაზიდან, ყირიმის სევასტოპოლის პორტიდან გაიყვანეს. ეხლა რუსეთის გემები ნოვოროსიისკში იმალებიან, სადაც ისინი ძირითადად მხოლოდ უკრაინაზე შორმანძილზე დარტყმებისთვის გამოიყენება, რადგან შავი ზღვის კონტროლი ვერ მოიპოვეს. უკრაინის შავი ზღვის კამპანიის შედეგად ყირიმის გათავისუფლების პაზლის კიდევ ერთი ნაწილი თავის ადგილზე დადგა. საზღვაო გზები ახლა უფრო ღია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც ყირიმს კიდევ უფრო დაუცველს ხდის. რაცა უნდა დაცულად მიაჩნდა პუტინს თავისი გეგმა, მაგრამ უკრაინა თავის გეგმას ასრულებდა. National Interest აღნიშნავს, რომ ბენ ჰოჯესმა, რომელიც აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალია ევროპაში, თავიდანვე გამოკვეთა, როგორი უნდა ყოფილიყო უკრაინის გეგმა. ყირიმი ჯერ უნდა იყოს იზოლირებული, შემდეგ კი ის უნდა გახდეს გამოუსადეგარი რუსეთისთვის, როგორც სამხედრო თავშესაფარი. ზუსტად ამას აკეთებდა უკრაინა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. შავი ზღვის ფლოტის განადგურება ნიშნავს, რომ ყირიმში და ყირიმიდან ზღვით გადაადგილება შავი ზღვის გავლით ახლა შეუძლებელია. კერჩის ხიდზე თავდასხმებმა რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ შეწყვიტოს ამ მილიარდობით დოლარის ღირებულების, პუტინის ქედმაღლობის მონუმენტის გამოყენება სამხედრო ტექნიკის ყირიმში გადასაზიდად. უკვე 2024 წლის მაისში Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აღარ იყენებდა კერჩის ხიდს ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების მომარაგებისთვის. უკრაინის თავდასხმებმა ამის გაკეთება ძალიან სარისკო გახადა. იზოლაცია უკვე მოხდა. ეხლა მოულოდნელი ცვლილება მოხდა, რომელმაც პუტინის გეგმები ყირიმთან დაკავშირებით თავდაღირა დააყენა. მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძული ძირითადად იზოლირებულია, უკრაინა ჰოჯის გეგმის მეორე ნაწილს ასრულებს და ნახევარკუნძულს რუსეთისთვის სამხედრო აქტივად სრულიად უსარგებლოს ხდის. როგორ? ყირიმის საჰაერო თავდაცვა გასაოცარი სისწრაფით ნადგურდება, რაც რუსეთს უმძიმეს პრობლემებს უქმნის. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ჩვენი სხვა ვიდეოებიც ნახოთ. შავი ზღვის ფლოტის დასუსტებასთან და კერჩის ხიდის გამოუყენებლობასთან ერთად, უკრაინა უფრო ფართო კამპანიას აწარმოებს, რათა გაანადგუროს საჰაერო თავდაცვა, რომელიც პუტინმა ყირიმში განათავსა. დრონებისა და რაკეტების დათმობები ყველაფერს ესმის თავს. ლოგისტიკური კვანძები, რადარის სისტემები და მთელი საჰაერო თავდაცვის ბატარეები თითქმის ყოველ კვირას ითვის ყირიმში, რადგან უკრაინა ცდილობს შეამციროს მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სიმჭიდროვე, რომელიც რუსეთმა ნახევარკუნძულზე განათავსა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ყოველთვიური განადგურება ახლა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და მარტი ამის იდეალური მაგალითი იყო. 15 აპრილის ანგარიში UKRI-მ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმებმა ოკუპირებულ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაანადგურა რუსეთის 54 საჰაერო თავდაცვის ერთეული, მათ შორის 15 რადარი და 39 საზენიტო სარაკეტო გამშვები. მხოლოდ 9 მარტს განხორციელდა დარტყმა, რომელმაც გაანადგურა ყირიმის 2 რადომი, ასევე ნებოიუის რადარის სისტემა და 5 R-94-ა ობერონ 14-ის რადარი. ეს მხოლოდ მაგალითია. უკრაინა დიდი ხანია ესმის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ყირიმში განხორციელებული ყოველი დარტყმა ასუსტებს იმ დაცვას, რომელიც პუტინმა შექმნა. და როდესაც უკრაინა აღმოსავლეთსა და სამხრეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანადგურებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ის ქმნის უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს, რომლითაც კიდევ უფრო მეტ დრონსა და რაკეტას აგზავნის ყირიმის მიმართულებით. და ეს არის მოულოდნელი ცვლილება. ახლა ყირიმზე თითქმის სურვილისამებრ შეიძლება თავდასხმა, რადგან გაჩნდა ხვრელები, რომლებიც უკრაინას დარტყმის საშუალებას აძლევს. კიევის ეროვნული უნივერსიტეტის კიევ-მოჰილას აკადემიის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ტარას კუზიო სტრატეგიას განმარტავს. უკრაინა ანადგურებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყველგან, არა მხოლოდ ყირიმში, რათა შექმნას უსაფრთხო დერეფნები საშუალო და გრძელ მანძილზე დარტყმებისთვის რუსეთის ხაზების მიღმა.
Am განცხადების მეორე ნაწილი პუტინისთვის ისეთივე პრობლემაა, როგორც უკრაინის მიერ თავად ყირიმის დასუსტება. როდესაც ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთი შემდეგ ერთი ეცემა, უკრაინა შეძლებს გაგზავნოს თავისი ძლიერი გრძელ მანძილზე მოქმედი დრონები, მაგალითად ფლამინგო, ყირიმზე და თავად რუსეთში. ის რაც მთელი რუსეთისთვის დაცვის საყრდენი უნდა ყოფილიყო, გადაიქცა იზოლირებულ და სულ უფრო უსარგებლო ნახევარკუნძულად. უკრაინამ ასევე გონივრული მიდგომა ესჩია. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, ანუ ჰურმა, სახელი გაითქვა ყირიმში საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებით. განსაკუთრებით მოჩვენებების დანაყოფი სპეციალიზირებულია რუსეთის საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის S-300, S-400 და ბუკის განადგურებაში. სუსტი დათქმები მოჩვენებების მთავარი იარაღი გახდა და ეს დათქმები ჭკვიანურად ხორციელდება. საჰაერო თავდაცვის ბატარეების განადგურება ერთი რამეა, მაგრამ რადარის სისტემების მუდმივი მიზანში ამოღება ყირიმში ნამდვილად აზიანებს პუტინის კონტროლს ნახევარკუნძულზე. რატომ? ხო, რადარები ძვირია და რთულია მათი აშენება. ასეც იყო მანამდეც, სანამ პუტინი თავის შეჭრას დაიწყებდა. მაგრამ ახლა რუსეთი დასავლეთის სანქციების წნეხის ქვეშაა, რაც კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს მისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას ახალი რადარების ასაშენებლად. როდესაც რადარები აღარ არის, მთელი საჰაერო თავდაცვის ბატარეები უსარგებლო ხდება. ისინი ვერ ესვრიან იმას, რასაც ვერ ხედავენ, რაც პუტინსა და მის გარემოცვას განადგურებულ სტოვებს, რომ საუყურებენ როგორ დაფრინავენ უკრაინული დრონები უძლური საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც განადგურებულ რადარებთან გვერდ განან. ახლა ეს ხარვეზები უკვე გამოიყენება. მოულოდნელი ცვლილება დასრულებულია. ეხლა უკრაინა კიდევ უფრო მეტად შეუძლია დაექმნოს თავის ბრწყინვალე სტრატეგიას ყირიმისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვა აგრძელებს ყირიმის მიზანში ამოღებას, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებთან ერთად. მარტსა და აპრილში უკრაინამ ყირიმში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ 76 დარტყმა განახორციელა, რაც მარტში 39 დარტყმას, ხოლო აპრილში 27 დარტყმას შეადგენს. წინა ორ თვეში უკრაინამ თითქმის 50 ასეთი დარტყმა განახორციელა, რადგან 2025 წლის ბოლოს შემდეგ რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობა დაახლოებით 300%-ით გაზარდა. ყირიმი უკრაინისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მთავარი მიმართულებაა. თოჩნის კოლექტივის ცნობით, იმ 173 გეოლოკირებულ და დადასტურებულ დარტყმას შორის, რომელიც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ამ ტერიტორიებზე განახორციელა, 100 ყირიმში მოხდა. იგივე კოლექტივი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა 2025 წლის დასაწყისიდან ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემების დასუსტებაზეა კონცენტრირებული და რომ ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა, როცა 2026 წლის შუა წერტილს უახლოვდებით. დასამ გამკაცრებულ მიდგომაში ჩანს არის ის, რომ პუტინს არ აქვს პასუხი იმაზე, რასაც უკრაინა ყირიმში აკეთებს. ეს მარტივია, რომ რუსეთს რაიმეს გაკეთება შეეძლოს ამ თავდასხმებთან დაკავშირებით გააკეთებდა კიდეც, მაგრამ ხედავთ, რომ ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემები თვე-თვეზე უფრო და უფრო ზიანდება და აქედან რუსეთისთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. ამტების თავდასხმები ჰოჯესის გეგმის მეორე ნაწილს ემსახურება და გულისხმობს ყირიმის სამხედრო თვალსაზრისით გამოუსადეგარად ქცევას რუსეთისთვის. მაგრამ უკრაინა კიდევ უფრო შორს მიდის. გარდა იმისა, რომ მუდმივი დარტყმებით აიძულებს პუტინს ყირიმზე კონტროლის დათმობას და მის გათავისუფლებაზე მუშაობს, უკრაინა ახლა ყირიმის სისუსტეს იყენებს, რათა უფრო ხმად რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანოს დათმები. ამის გარდა ყირიმის შეტევითი პოტენციალი თანდათან მცირდება. დრონები და რაკეტები ნახევარკუნძულიდან უკრაინის მიმართულებით ისვება. რაც უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა ნადგურდება, იმ ობიექტები და ინფრასტრუქტურა, რომლებიც ამ გაშვებებს შესაძლებელს ხდის, სამიზნეებად იქცევა. უკვე ვიწყებთ ამის ხილვას. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ყირიმში ავიაბაზას დაარტყა, რის შედეგადაც განადგურდა ორიონის დრონების ბაზა და AN-72IP ტიპის თვითმფრინავი. აპრილის ბოლოსკენ უკრაინის სპეციალურმა ძალებმა ყირიმში ისკანდერის რაკეტების საცავი დაარტყეს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა რუსეთის საჰაერო თავდაცვის პოზიციის მოულოდნელი ცვლილება. დაცვა შესუსტებულია და პუტინის დანარჩენი სამხედრო ტექნიკა ყირიმში სამიზნედ იქცა. მაშ ეხლა რა მდგომარეობაშია პუტინის კონტროლი ყირიმზე? რუსეთი ჯერ კიდევ აკონტროლებს ნახევარკუნძულს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კონტროლი თანდათან სუსტდება. კერჩის ხიდი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა სამხედრო თვალსაზრისით, ხოლო შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ყირიმიდან უნდა განლაგებულიყო, პირიქით, იმდენად შორს გაცურა ნახევარკუნძულისგან, რამდენადაც შეეძლო. მაგრამ სწორედ საჰაერო თავდაცვის პრობლემა არის ის, რაც რუსეთს ყველაზე მეტად აზარალებს. საჰაერო თავდაცვის ბატარეები, რადარები და ის აღჭურვილობა, რომელსაც ისინი იცავენ, იწვიან და ნადგურდებიან. და ეს პუტინს ნამდვილ დილემასთან ავენებს. მომარაგება თუ მიტოვება. თუ პუტინი აპირებს ყირიმის შენარჩუნებას, მას ეს უნდა გააკეთოს იმ სისტემების კიდევ უფრო მეტის ყირიმში გაგზავნით, რომლებსაც უკრაინა ანადგურებს. ამისთვის საჭიროა სისტემების გამოყვანა ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ან თავად რუსეთის შიგნიდან. ეს სისტემები ფასეულია და როგორც უკრაინამ არაერთხელ დაამტკიცა, უკიდურესად მოწყვლადია. საჰაერო თავდაცვის რადარი, რომელიც დღეს ყირიმში იგზავნება, ხვალ უკრაინის სამიზნე ხდება. და საქმე ისაა, რომ რუსეთი არ აშენებს ახალ სისტემებს იმისთვის, რომ შეცვალოს ის, რასაც ყირიმში კარგავს. რუსეთს უჭირს ააშენოს ყველაფერი, რაც მაღალ ტექნოლოგიურ კომპონენტებს საჭიროებს, რადარებიდან რაკეტებამდე, რაც ნიშნავს, რომ ყირიმში გაგზავნილი ტექნიკის უმეტესობა მარაგებიდან არის ამოღებული. საბოლოოდ მარაგები ამოიწურება. და ყირიმი მაინც დაუცველი დარჩება უკრაინის დარტყმების წინააღმდეგ.
მეორე ვარიანტი პუტინისთვის არის კირიმის მთლიანად მიტოვება, სულ მცირე როგორც სტრატეგიული, ლოგისტიკური და იარაღის ბაზის. ეს კირიმს ფაქტობრივად უსარგებლოს გახდის მატერიკულ უკრაინაში შეჭრის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ ტექნიკა, რომელიც უბრალოდ ნადგურდება ნახევარკუნძულზე, შეიძლება ცოტა უფრო დიდ ხანს გადარჩეს რუსეთში ან სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თავარი უარყოფითი მხარე აქ არის ის, რომ კირიმის განადგურებული თავდაცვების ართგენისგან უარის თქმა სრულად იზოლაციაში ტოვებს. დაახლოებით 800,000 რუს მოქალაქეს, რომლებიც ანექსიის შემდეგ გადავიდნენ კირიმში, ასევე 10,000-ობით რუს ჯარისკაცს ნახევარკუნძულზე. მათგან რომელიმე დარჩენას მოისურვებს, როცა იცის, რომ უკრაინის დრონებსა და რაკეტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაარტყან. არ აქვს მნიშვნელობა, პუტინი ყირიმს უზრუნველყოფს თუ მელყოფს თუ მიატოვებს, ის მაინც სერიოზულად აზიანებს თავის საომარ ძალის ხმევას. ის ან ამზადებს ყირიმს საბოლოო გათავისუფლებისთვის, ან აზიანებს თავის ძალებს სხვაგან, რათა გააგრძელოს იმ ტერიტორიის დასვა, რომელსაც უკრაინა მაინც დაარტყამს. უდიდესი ირონია ახლა პირდაპირ სახეში ურთვამს პუტინს. ყირიმი, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომი რეალურად დაიწყო, ახლა იმ ადგილად გამოიყურება, სადაც ის დასრულდება. საინტერესოა, რომ არის ერთი ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი წინასწარ დაინახა. 2022 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ყირიმის პლატფორმას და ისაუბრა უკრაინის განზრახვაზე, გაათავისუფლოს ყირიმი და იყო რაღაც კონკრეტული, რაც ზელენსკიმ თქვა და რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრო. და მინდა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის ყირიმი უბრალოდ ტერიტორია არ არის, არც გეოპოლიტიკურ თამაშში ჩიპი როგორც ტერორისტული სახელმწიფოსთვის. უკრაინისთვის ყირიმი ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ადამიანების საზოგადოება, რომელთაც ჩვენ თავისუფლებას დაუძღვევთ და თანამედროვე ცხოვრებას აუდგენთ, განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინამ რუსეთს თავიდანვე ზუსტად უთხრა, რას აპირებდა. ყირიმი არასდროს გადაეცემოდა. ეხლა ხედავთ, რომ ზელენსკი და უკრაინა ასრულებენ 2022 წლის აგვისტოში დადებულ დაპირებებს. პუტინის კონტროლი ნახევარკუნძულზე, რომელიც მან 2014 წელს მიითვისა, არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი. და იმ მოულოდნელი ცვლილებით, რომელმაც უკრაინას ტელიმის საჰაერო თავდასხმა გაანადგურებინა, მხოლოდ დროის საკითხია, როდის იქცევა ტერიტორია, რომელიც პუტინის მთავარი კოზირი უნდა ყოფილიყო, იმ ადგილად, სადაც რუსეთი საბოლოოდ წააგებს ომს უკრაინასთან. ყირიმის სრული გათავისუფლება უკვე დაიწყო. უკრაინის მთავარი გეგმა წარმატებით მიმდინარეობს და პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს შეაჩეროს. როცა პუტინმა უკრაინაში შეიჭრა, მას რუსეთის ყოფილი საბჭოთა დიდების დაბრუნების ხედვა ჰქონდა. იმპერია პუტინის გონებაში იყო, რადგან ის თავის მემკვიდრეობას გაამყარებდა, ჯერ უკრაინის დაპყრობით, შემდეგ კი ევროპის სიღრმეში შეჭრით. რუსეთის პრეზიდენტმა ნამდვილად დაუბრუნა საბჭოთა ეპოქა თავის ხალხს. ხოლო ახლა რუსეთი მის ყველაზე უარეს ნაწილებს ებრძვის. რუსეთში განწყობა მძიმეა, რადგან ქვეყნის შიგნით რაღაცა ბნელი ხდება. ახალი საბჭოთა შიმშილი ახლა რუსეთს აზიანებს. რუსეთის მასშტაბით უკმაყოფილება და აშკარა რისხვა იზრდება და ეს ყველაფერი პუტინისკენ არის მიმართული. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყანა ჩააბა ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება და რუსეთის ეკონომიკა თითქმის კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. სანქციები ძლიერად მოქმედებს. საზოგადოება, რომელიც პუტინის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხანგრძლივად იყო ხმაჩანცვდარი, ახლა იწყებს თავისი გზნობების გამოხატვას, რადგან მათი ლიდერი მათ კრიზისში აგდებს, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე დროებს მოგვაგონებს. ეთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა Washington Post-თან, სუსტად შეაჯამა რუსეთის შიგნით არსებული განწყობა. საერთო განწყობა ასეთია. უკვე საკმარისია, საკმარისად დიდხანს იბრძოლეთ. ყველას გონია, რომ ეს ომი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი, დიდი სამამულო ომი. და ამავე დროს ჩვენ ვერცეთ რეგიონს ვერ ვიღებთ. კიდევ ერთი ცნობილი რუსი ფიგურა, რუსეთის კომუნისტური პარტიის მრავალწლიანი ლიდერი გენადი ზიუგანოვი, კიდევ უფრო პირდაპირ გამოთქვამს კრიტიკას. პუტინისა და მისი პარტიის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას ზიუგანოვი აღშფოთებით ამბობს. 10 ჯერ ვითხარით, რომ ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. მთელი პირველი კვარტალი უკვე ფსკერზეა. თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ ზომებს, შემოდგომისთვის იმავე მდგომარეობაში ვიქნებით, რაც 1917 წელს მოხდა, განაცხადა მან სახელმწიფო დუმის ხდომაზე. პუტინისთვის ასეთი უკუგდება უპრეცედენტოა და ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის პრეზიდენტმა ისეთი პასუხები გასცა, როგორცაც მისგან ელოდებოდით. როდესაც რუსეთის ფინანსური რეზერვები ამოიწურა, როგორც აღნიშნა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ როშჩენკოვმა, პუტინი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ საკუთარ ხალხს ებრძვის. ის ამონს აშიაჩერებს. ამის ნაცვლად ის ახალ ომს იწვევს რუსეთში კომუნიკაციის წინააღმდეგ, რაც უკმაყოფილების მის განზრახ დახშულ ყურებამდე მიღწევას ართულებს. პუტინს სურს სტალინის მსგავსი კონტროლის დონე, მაგრამ იმპერიის აშენების შედეგების გარეშე. და როცა პუტინი ერთი მარცხიდან მეორეზე გადადის, რუსეთში სასოწარკვეთა იზრდება. მაღალი ინფლაცია, საკვების მიწოდების პრობლემები, როგორც რუსეთში, ისე ფრონტზე, გაპარტახებული ბიზნეს გარემო და ახალგაზრდებში უიმედობა. ეს არის იმ ახალი რუსეთის სიმპტომები, რომელიც პუტინმა შექმნა. რუსეთი ახლა ეკონომიკურ ბინდბუნდშია. და ეს ეპიზოდი მალე არ დასრულდება.
ეს იანის კლუგეს თქმით, რომელიც გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტში მუშაობს, ამბობს, რომ რუსეთს ვერ დაეხმარება ვერც ის მოკლე ეკონომიკური შვება, რომელიც ნავთობის ფასების ზრდამ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შემდეგ მოიტანა. ამჟამად რუსეთის ეკონომიკა უცნაურ გარდამავალ მდგომარეობაშია, იმ დადებით ეფექტებსა და მაღალი ნედლეულის ფასებს შორის, რასაც ჰორმუზის სრუტის დახურვა შეიძლება მოხვდეს. და ამავე დროს რუსეთის საკუთარი ეკონომიკური დინამიკა, რომელიც ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად უარესდებოდა, აცხადებს კლუგე. ნავთობის მაღალი ფასები ვერ მალავს რეალობას რუსეთის შიგნით. ჩნდება მძიმე ეკონომიკური სურათი. 2026 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა 1.8%-ით შემცირდა მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული სანქციების ერთობლიობის გამო, რაც საბოლოოდ იწყებს იმ ზემოქმედებას, რაც წლების წინ უნდა ჰქონოდა. რუსულ ბიზნესებში ინვესტიციები, როგორც შიდა, ასევე გარე, თითქმის მთლიანად შეჩერებულია. რუსეთის ბიზნესებს იანვარში რეკორდული 109 მილიარდი დოლარის გადაუხდელი კომერციული ვალი ჰქონდათ. რუსეთის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის როსტატის მონაცემებით. რაც შეეხება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს ზრდას, მდგომარეობა კარგი არ არის. ვლადიმირ პუტინს ნამდვილად ეგონა, რომ გამარჯვებას მიაღწევდა, როდესაც მთელი ქვეყანა სამხედრო მანქანად აქცია და ასე რუსეთის ეკონომიკა გარდაქმნა. და რამდენიმე წლის განმავლობაში ის მართალი იყო. სანამ სანქციებმა რეალურად არ დაიწყეს რუსეთისთვის ზიანის მიყენება, ქვეყნის MŠP-ს ზრდამ შეძლო 2 წლის განმავლობაში, 2023-დან 2024 წლამდე 4%-ს გადააჭარბა. შემდეგ ყველაფერი ნგრევას დაექვემდებარა. 2025 წელს რუსეთის MŠP მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1%-იანი ზრდა აჩვენა, თუ ბოლო 10 წლეულის ან მეტი პერიოდის ფართო სურათს შევხედავთ. რობერტ ნიგმატულინმა, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომისტია, ყველაფერი ასე აღწერა. 2015 წლიდან მოყოლებული რუსეთის MŠP-ის ზრდან საშუალოდ 1.5% წელიწადში შეეძაჩი. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს, იმავე პერიოდში ისინი 77%-ით გაიზარდა. რაც არ უნდა, მოკლეხნიანი ბუშტი შეექმნა პუტინს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე ყურადღების გამახვილებით. ეს ბუშტი უკვე გასკდა და ახლა რუსეთი კიდევ უფრო შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას აწვდება, რადგან ომის დროინდელი ხარჯები აბსურდულ დონემდე იზრდება. ნავთობის ფასების ზრდამ პუტინს მოკლევადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის რუსეთის MŠP-ის ზრდის პროგნოზი 0.8%-დან 1.1%-მდე გაზარდა. ეს ნამდვილად არ არის ის კარგი ამბავი, რაც პუტინს სჭირდება მოისმინოს. ევროპის კავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთს 2026 წლისთვის ბიუჯეტის შემოსავლის მიზნად 102 მილიარდი დოლარის მიღება აქვს დასახული. ეს მიზანი მიღწეული იქნება. რუსეთს სჭირდება ის მაღალი ნავთობის ფასებები, რასაც ახლა ხედავთ, რომ 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს. საკმარისი იქნება, რომ აშეთეშუმ და ირანმა დაასრულონ ომი. ამის შემდეგ რუსეთი ისევ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. და მაინც ომის ხარჯები არ ჩერდება. როცა საბჭოთა კავშირი მილიარდობით დოლარს ხარჯავდა რუსეთის სამხედრო ძალების განძლიერებაში, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ იმპერია ჰქონდა შესანარჩუნებელი და მეტი ტერიტორია დასაფრთხობით. ვლადიმირ პუტინმა მოახერხა და რუსეთის ფული ომში დახარჯა 2.5 ტრილიონი დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც რუსეთმა უკრაინის მხოლოდ ის ნაწილი მოიპოვა, რომელიც ტეხასის დაახლოებით მეათედს შეადგენს 2022 წლის ოკუპაციის პირველი ტალღის შემდეგ. ასე აცხადებს United 24 მედია, რომლის მიხედვითაც ამ ყველაფრის ეკონომიკური შედეგი იმდენად მძიმეა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის თითოეულ კვადრატულ მილზე საშუალოდ 90 მილიონი დოლარი მოდის. 2.5 ტრილიონი დოლარი. ეს არის აბსურდულად დიდი თანხა, რომელიც რუსეთმა დახარჯა განადგურებულ ტექნიკაზე, ადამიანურ რესურსებზე, სამხედრო ხარჯებსა და ეკონომიკურ კოლაფსზე. რუსეთის მასშტაბით ელიტებიდან დაწყებული ყველაზე ღარიბი რუსებით დამთავრებული, ყველა ამ ყველაფერს უყურებს და სვამს აშკარა კითხვას. რატომ წირავთ ამდენს დაპყრობისთვის, რომელმაც არაფერი დაიპყრო? მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც ოდესმაც რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იყო და ახლა ლონდონიდან ეწინააღმდეგება პუტინს, ამბობს, რომ ის პატრიოტული აღტაცება, რომელიც პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია, თითქმის მთლიანად გაქრა. ომი გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ვინმეს ეგონა, ამბობს ის და ამატებს. ის ფაქტი, რომ მათ სამი სოფელი მოიგეს ან წააგეს, დიდად არაფერს თვლის. ხოდორკოვსკი იმ ხმით საუბრობს, რომელიც ბევრ რუს ოლიგარქს, რომლებმაც სანქციების გამო სერიოზული ზიანი მიიღეს, სურდათ ჰქონოდათ. მაგრამ პუტინისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის, რომ პრობლემა არა ოლიგარქებია, რომლებსაც შეუძლია დაემუქროს ღია ფანჯრებითა და აუხსნელი სიკვდილით. პრობლემა რუსეთის ხალხია. და ისინი დაიღალნენ საბჭოთა ეპოქის სტილის ეკონომიკური ვარდნის სისტემით, რომელიც პუტინის სრული ეკონომიკური მარცხის შედეგია, რადგან მისი ვიწრო ხედვა აიძულებს მას გააგრძელოს ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს. სასოწარკვეთა აშკარა რისხვად იქცევა და ეს პუტინისთვის ყველაფრის შეცვლის საფრთხეს ქმნის. სანამ რუსეთის სასოწარკვეთის სიღრმეებში ჩავყვებით, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გამოიწერეთ არხი, ეხლა იდეალური დროა ხილაკს დააწვეთ. რუსეთის მსხვილი ბიზნეს მაგნატები შესაძლოა ძალიან შეშინებულები იყვნენ იმისთვის, რომ ის სიტყვები თქვან, ასაც ხოდორკოვსკი ამბობს. მაგრამ ქვედა საფეხურზე რუსეთის მცირე ბიზნესის მფლობელები სასოწარკვეთას გრძნობენ, რადგან მათ კლავ და კლავ აუცებთ მაღალი გადასახადები და პოლიტიკა, რომელიც თითქოს სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ისინი წარუმატებლობისთვის გაიწირონ.
ერთმა მოსკოველმა ბიზნესმენმა, რომელმაც Washington Post-ს ესაუბრა, აღნიშნა, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინის ომი, ყველაზე ნაკლებად კი თავად პუტინმა. პერსიის ყურეში კონფლიქტის საშიშია, რადგან მან პუტინს დაუმსახურებელი გაძლიერება მისცა. რუსეთის დანარჩენი მოსახლეობისთვის პრობლემა მარტივია. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და მეორე მხრივ ხალხს სულ უფრო მეტად ეშინია, რომ სახელმწიფო მათგან კიდევ უფრო მეტს წაიღებს, ამბობს ბიზნესმენი. ტატიანა, რომელიც ლოგისტიკური კომპანიის 53 წლის მენეჯერია, ამბობს, რომ ის, რასაც ახლა ხედავს, საბჭოთა კავშირის დაშლის მძიმე მოგონებებს უღვიძებს. ჩვენ უკვე ერთხელ ვიცხოვრეთ რკინის ფარდის მიღმა და მაშინ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს აღარასდროს განმეორდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს უკვე მოხდა. ეხლა ჩვენ გვაქვს ციფრული რკინის ფარდა, ამბობს ის და კიდევ ერთხელ მიუთითებს პუტინის პასუხზე რუსეთის ეკონომიკურ კრიზისზე. პოლიტიკა არ არსებობს, მხოლოდ რეპრესიებია. რუსეთის საკომუნიკაციო სივრცეზე თავდასხმა მიზნად ისახავს, რომ რუსეთის მოსახლეობამ და ბიზნესის მფლობელებმა ხმა ვერ ამოიღონ. ამ უკანასკნელს ბევრი აქვთ საწუწუნა. 28 აპრილს Moscow Times-მა გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება იმ გავლენაზე, რომელსაც პუტინის საბჭოთა სტილის პოლიტიკა ახდენს რუსეთის მცირე ბიზნესებზე. 2026 წლის დასაწყისში შემოღებული საგადასახადო ცვლილებების გამო რუსეთის მცირე საწარმოების 65%-მან წლის პირველ კვარტალში მოგება ვერ მიიღო. ესეთი ტიპის ბიზნესები რუსეთის შიდა ეკონომიკის სარდენს წარმოადგენენ, აღნიშნავს გამოცემა. მაგრამ ეხლა ისინი აწვდებიან უფრო მაღალ გადასახადებს, უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ქრონიკულ სამუშაო ძალის დეფიციტს, რომელიც გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის მიერ ნიჭიერი ადამიანების წაღებით და მათი ან მის მიერ შექმნილ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში, ან თავად უკრაინაში გაგზავნით. და ყველაზე უცნაური ის არის, რომ ვლადიმერ პუტინი როცა ზეწოლას ახდენს რუსეთის მცირე ბიზნესებზე, ეს არ იძლევა იმგვარ სარგებელს, როგორცაც ის ელოდა. იარვიდან მარტამდე იმ ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისგან მიღებული საგადასახადო შემოსავლები, რომლებიც რუსეთის სპეციალურ საგადასახადო კოდებს იყენებენ, 2025 წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. და თუ სასოწარკვეთილებაზე გვინდა საუბარი, Moscow Times-ის ცნობით რუსეთის ბიზნეს წარმომადგენლების 73.5% ელოდება, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. კიდევ 25% ამბობს, რომ ფიქრობს, მდგომარეობა იგივე დარჩება, რაც ნაკლებად დამაიმედებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც რუსეთი ახლა იმყოფება. მაინც, რაც ფული რუსეთს დარჩა, მიემართება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბიზნესებში, რომლებიც ომს უჭერენ ხაზს. პუტინი და მისი გარემოცვა საკმაოდ კარგად არიან, დანარჩენებს კი შეუძლიათ გაჩუმდნენ, იმუშაონ ან დაიწუნენ უსასრულო ომში. ეხლა მოდით ყურადღება გავამახვილოთ ჩვეულებრივ რუსებზე. ამ ვიდეოს შესავალში უკვე ვახსენეთ საბჭოთა ეპოქის შიმშილობები რუსეთში. კარგი ამბავი პუტინის ხალხისთვის ისაა, რომ მათი საკვების მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ასეთი კრიზისული, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ რუსეთი დაცულია საკვების პრობლემების გავლენისგან. უკვე 2021 წლის ივლისში იყო ნიშნები იმისა, რომ რანაც ცუდი მოხდენის პირას იყო. სწორედ მაშინ გამოაქვეყნა UNICEF-მა ანგარიში საკვების უსაფრთხოებისა და კვების მდგომარეობა მსოფლიოში 2021, სადაც ხაზგასმული იყო, რამდენ ადამიანს აქვს საკვების დეფიციტი საკუთარ ქვეყანაში. ანგარიში ნათქვამი იყო, რომ დაახლოებით 9 მილიონი რუსი ცხოვრობდა არასრულფასოვანი კვების ან საკვების დეფიციტის პრობლემებით, ხოლო ამ 9 მილიონიდან 400,000 ადამიანი მძიმე სასურსა თუ დაუცველობის პირობებში იმყოფებოდა. დღევანდელ დღემდე თუ გადმოვიხედავთ, კიდევ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობას საკვების მხრივ საქმე კარგად არ აქვს. გახსოვთ ის მძვინვარე ინფლაცია, რომელიც ვახსენეთ. 2015 წლიდან რუსეთში საომხმარებლო ფასების 77%-ით გაიზარდა. საკვებიც სულაც არ არის ამ ფასების ზრდისგან დაცული. სინამდვილეში ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული პროდუქტია. თებერვლის ერთ-ერთ სტატიაში BBC-მ გამოავლინა, რომ ბევრი ჩვეულებრივი რუსისთვის საკვების ბიუჯეტი იანვრიდან თებერვლამდე 20%-ზე მეტად გაიზარდა. ყველა ძირითადი საკვები, კვერცხიდან ბოსტნეულამდე, ზიანდება. კარტოფილის ღირებულება 2026 წელს 2024 წელთან შედარებით 167%-ით გაიზარდა. რძე 59%-ით გაძვიდა, დაკონსერვებული ლობიო 55%-ით, ხოლო ჩვეულებრივი თეთრი ნაჭრებად დაჭრილი პური 45%-ით. ეს არის 2 წლის საკვების ინფლაცია და ამას შეგიძლიათ დაამატოთ რუსეთის ახალი დამატებული ღირებულების გადასახადის 22%-იანი განაკვეთი, რომელიც 20%-დან გაიზარდა. რუსეთში სულ უფრო რთული ხდება კარადებისა და მაცივრების შევსება და ამ მდგომარეობას ხელი არ შეუწყია კატასტროფულმა 2025 წლის მოსავალმა. გასული წლის აგვისტოში მოსავალი ისეთი ცუდი იყო, რომ რუსეთს ბოლო 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასეთი ცუდი შედეგი არ ქონია. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც 2014 წელს დასავლურის საკვების იმპორტი აკრძალა, როგორც პასუხი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას მოჰყვა. დღეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ძირითადად საკვები არ ეხება, მაგრამ ცუდი მოსავლის გამო რუსეთს მოუწევს საკვების იმპორტი უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ოდესმე. იმპორტირებული საკვები უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივად მოყვანილი საკვები. და თქვენ უკვე ნახეთ, რომ რუსეთს არ აქვს ისეთი ეკონომიკა, რომელიც მასშტაბურ საკვების იმპორტს გაუმკლავდება, რადგან პუტინი ომში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. ჩვეულებრივი რუსები შეიძლება არ გრძნობენ შიმშილის ისეთ შედეგებს, როგორიც საბჭოთა ეპოქის ყველაზე მძიმე წლებში იყო, მაგრამ ისინი სულ უფრო მეტად ხდებიან საკვების ნაკლებობის წინაშე. რაც შეეხება პუტინის ჯარისკაცებს ფრონტზე, ნამდვილი საკვები უკვე იწყებს ფუფუნებად ქცევას.
ისინი, ვისაც პუტინმა რუსეთის სახელის დიდების მოტანა დაავალა, სწორედ ის ხალხია, ვისაც პუტინი 25 აპრილის ანგარიში Times-მა გამოავლინა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა მიპოვა მტკიცებულება, რომ რუსი ჯარისკაცები იმდენად სასოწარკვეთილები არიან საკვების გამო, რომ გარდაცვლილი თანამებრძოლების გვამების ჭამასაც კი მიმართავენ. უკრაინამ ამ პრაქტიკის მინიმუმ 5 შემთხვევა აღმოაჩინა, რომლებიც მაშინ გამოვლინდა, როდესაც უკრაინამ რუსული რადიოკომუნიკაციების ათეულობით ჩანაწერი ჩაჯა. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იმდენად შორს მიდის, რომ თანამებრძოლებსაც კი კლავს, რათა მათი ხორცი მიიღოს. ფრონტზე შიმშილია და ეს რუს ჯარისკაცებს ჭკუიდან შლის. საინტერესოა, რამდენად შეიძლება გაუარესდეს მდგომარეობა თავად რუსეთში, თუ საკვების ინფლაცია კვლავ გაიზრდება და მოსავალი ვერ მოიტანს შედეგს. რუს ხალხში იმედი იკარგება, სასოწარკვეთა იზრდება და ყველაზე დიდ ტვირთს რუსეთის ახალგაზრდები ატარებენ. პუტინის ომმა წაართვა რუსეთის ახალგაზრდებს ის მცირე იმედიც კი, რაც შეიძლება ქონოდათ, რომ ცხოვრება ქახნების გარეთ ან უკრაინის სასიკვდილო ზონების მიღმა ეცხოვრათ. როდესაც მცირე ბიზნესები იშლება მათ გარშემო, რუსეთის ახალგაზრდებისთვის არჩევანი სულ უფრო ვიწროდება. ან იბრძოლონ, ან მანქანები ააწყონ. ზოგადი განწყობა იზიარებს 19 წლის სტუდენტი იგორიც, რომელმაც Washington Post-ს უთხრა. საერთოდ როგორც მე, ისე ჩემმა ნაცნობებმა, სრული უიმედობა გვაქვს, რომ არაფრის შეცვლა შეიძლება. ყველას სურს წასვლა, მაგრამ უმეტესობას ეს შესაძლებლობა არ აქვს. არავის უნდა თავისი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშიროს. აქ ცხოვრება რთულია, ცვირია და უიმედოა. ეს პუტინის ჩანაფიქრით ხდება. თუ რუსეთის ლიდერის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა აიძულოს სამხედრო სამსახურში წასვლა, მაშინ ალბათ რუსეთის ეკონომიკის ისეთ მდგომარეობამდე დაყვანა, როგორიც საბჭოთა ეპოქაში გვინახავს, შეიძლება ჭკვიანურად ჩაფიქრებულად ჩაითვალოს. ამ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ რუსეთი, რომელიც მათ მომავალს უზრუნველყოფს. ისინი უკრაინაში სიკვდილს შეეწირებიან და ამაზე ფიქრის დრო აღარ ექნებათ. სინიზმის გარეშე ашკარად ჩანს, რომ პუტინი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რუსი ახალგაზრდა ჩართოს იმ საომარ მანქანაში, რომელიც თავად შექმნა. 2022 წლის მარტში, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე თვეში, პუტინმა პირობა დადო, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალ სამხედროებს გაგზავნიდა. ახალგაზრდები ომში ბრძოლას გადაურჩებოდნენ. ბევრი რამ შეიცვალა. ეხლა რუსეთის სამხედრო ძალა უზარმაზარ თანხებს თავაზობს ყველას, ვინც მათი აზრით მზად არის კონტრაქტზე ხელი მოაწეროს, მიუხედავად ასაკისა. სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფები, რომლებიც ფრონტიდან შორს უნდა ასრულებდნენ თავიანთ სამსახურს, აღმოჩნდნენ უკრაინაში გაგზავნილები. 2025 წლის ივლისისთვის BBC-ის რუსულმა სამსახურმა დაადგინა დამოწმებული მტკიცებულება მინიმუმ 245 რუსი ჯარისკაცის შესახებ, რომლებიც მხოლოდ 18 წლისები იყვნენ და 2023-2025 წლებში უკრაინაში დაიღუპნენ. ალბათ ბევრად მეტია და არც ერთი ამ 18 წლის ახალგაზრდიდან არ უნდა ყოფილიყო უკრაინაში. ის ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს პირდაპირ ფრონტზე ბრძოლას თავი აარიდონ, მაინც იზოლებულნი არიან სხვა გზებით შეიტანონ წვლილი პუტინის საომარი მანქანისთვის. აპრილის 4-ში ინდეპენდენტმა გაამჟღავნა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს თავისი დრონული ძალები სტუდენტებისთვის უზარმაზარი თანხების შეთავაზებით, რათა ისინი ინჟინრები ან დრონების ოპერატორები გახდნენ. რუსეთის სამხედროებმა ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი სისულელია. რუსეთი ამბობს, რომ არანაირი ზეწოლა არ ხდება რუსეთის ახალგაზრდებზე, რათა მათ სასურველ ცხოვრებაზე უარის თქმა მოუწიოთ დრონების პილოტებად ან ინჟინრებად გახდომის სანაცვლოდ. მაგრამ ჩვენ უკვე გვინახავს, როგორ არღვევს რუსეთი თავის დაპირებებს ახალგაზრდების მიმართ. და პუტინის მიერ გაჩარებულ დაუსრულებელ ომში ყოველთვის საჭირო იქნება ახალი საზარბაზნე ხორცი, რომელიც უკრაინაში უნდა გაგზავნონ. უიმედობაა ყველაფერი, რაც რუსეთის ბევრ ადამიანს დარჩა. ეს მძიმე სასოწარკვეთა პუტინის მიერ მათი ეკონომიკისა და ცხოვრების განადგურებამ გამოიწვია. პუტინისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ექნებოდა, სანამ ავტორიტარიზმის შენარჩუნებას შეძლებდა, რომელმაც მას ძალაუფლება მე-4 საუკუნეზე მეთხანს შეუნარჩუნა. თუმცა რაღაც, რასაც პუტინი არასდროს ელოდა, იწვება. რუსეთის უხმო ხალხის ხმა უკვე ისმის. ხალხი საკუთარ ლიდერს უპირისპირდება. 24 აპრილს გაზეთმა პრავდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გამოკითხვების მიხედვით, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მე-7 კვირა აზედიზედ ეცემა. ამჟამად პუტინის რეიტინგი 65.6% შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის შემდეგ. დობაც პუტინის მიმართ 71%-მდე დაეცა, ხოლო ორივე მაჩვენებლის საერთო ვარდნა ბოლო 7 კვირის განმავლობაში შესაბამისად 7.3% და 6.5% იყო. შეიძლება ამას შეხედოთ და სწორადაც დაინახოთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პუტინი მართავს ქვეყანას, სადაც უკმაყოფილების უმცირესი გამოხატვაც კი საკმარისია, რომ გაგაგზავნონ გულაგში, ან კიდევ უარესად. გადასახლება და თვით სიკვდილიც კი ბევრის ბედი გამხდარა, ვინც წარსულში პუტინს დაუპირისპირდა. უკრაინის ომის კრიტიკა რუსეთში უკანონოა. და ეს დროს პუტინის რეიტინგი 88%-მდე იყო გაზრდილი. რეიტინგ, რომელიც 2026 წლის აპრილთან შედარებით 20%-ზე მეტიც დაბალია, მიუთითებს, რომ რუსეთის მოსახლეობას უკვე ჰყოფნის თავისი ლიდერი და მისი ომისკენ მიდრეკილება. ზარები ჩნდება პუტინის ძლიერის იმიჯში. თუ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 35% მზად არის თქვას, რომ უკმაყოფილოა პუტინის ქმედებებით, რამდენი კიდევ ამბობს, რომ კმაყოფილია, მაშინ როცა ფარულად განიცდის იმ მძიმე მდგომარეობას, რაც მათ ლიდერმა შეუქმნა.
და რამდენი მათგანი მიდის მოთმინების ზღვარზე, როცა საკვების ფასები სულ უფრო მაღლა იწევს და მოთხოვნები მკვდარ რუსულ ეკონომიკაზე მხოლოდ იზრდება. ეს ის კითხვებია, რომლებზეც პუტინს იმედი აქვს, რომ პასუხი არასდროს გაეცემა. მას სიხარულს ანიჭებს, რომ განასახიერებს საბჭოთა ლიდერების ყველა უარეს გადამეტებას, მაგრამ შინაგანად თვითონ პუტინმაც კი იცის, რომ სამუდამოდ ვერ გაძლებს. ჩვენ თქვენთვის ერთი კითხვა გვაქვს. რა მოხდება თუ უკრაინამ უკვე მოიგო ომი რუსეთის წინააღმდეგ და პუტინს ეს ჯერ კიდევ არ გაუგია? ეს შეიძლება გიჟურ კითხვად მოვიშვენოთ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი კვლავ აგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში სასიკვდილოდ. მაგრამ ეს კითხვა ისეთ გიჟური არ არის, როგორც ჩანს. რეალობა ისაა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება იცვლება და ეს უკრაინას აძლევს ყველაზე დიდ შანსს ომის დასრულებისთვის. ეხლა პუტინს მხოლოდ 2 არჩევანი დარჩა და ორივე მისი წაგებით მთავრდება. მალე გაგიმხელთ რა არის ეს არჩევანები. ჯერ კი რუსეთის სერიოზულ პრობლემებს აცლება ადიოზე, როცა ცდილობს გაზაფხულის შეტევით დონბასი პუტინს ჩააბაროს. გაზაფხული უკვე კარგად დაწყებულია და ეს რუსეთისთვის კარგს უნდა ნიშნავდეს. მიწა შვება, როცა მზე ამოდის. გაზაფხულის ფოთლები დაფარვას უზრუნველყოფს და ყველა ის ფაქტორი, რაც ზამთარში სამხედრო წინსვლას ართულებს, ქრება. პუტინის გეგმა, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო გაზაფხულის შეტევის დაწყება, რომელიც ზაფხულსა და შემოდგომაზეც გაგრძელდებოდა და მიზნად ისახავდა უკრაინის დონბასის თავდაცვების სამუდამოდ ჩამოშლას. და თუ რუსეთს შეეძლო უფრო ღრმად შეჭრილიყო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, შესაძლოა თავად ზაპოროჟიეს ქალაქამდეც მიეღწია. ეს კიდევ უკეთესი იქნებოდა. პუტინის პრობლემები დაიწყო მისი ადაპტაციის უუნარობით. იგივე გამომფითველი შეტევა, რასაც უკვე 4 წელზე მეტია ვხედავთ, ერთადერთი რამ არის, რაც პუტინს აქვს სათადარიგოდ. გაზაფხულის შეტევამ სწორედ ამ მოუქნელობის გამო იზარალა. ჩვენ ძალიან ადრე მივიღებთ მინიშნებები, რომ ეს გაზაფხული რუსეთის სასარგებლოდ არ წარიმართებოდა. რუსეთის განახლებული შეტევის პირველივე კვირამ დაახლოებით 10,000 მსხვერპლი მოიტანა, როგორც national interest იუწყება. ეს მოიცავს რეკორდულ დღესაც, 17 მარტს, როდესაც რუსეთმა 1700 ჯარისკაცი დაკარგა, რაც 2026 წლის ყვლისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რამდენიმე თვეში ამ წარუმატებელი დასაწყისის შემდეგ შეგვიძლია ოფიციალურად ვთქვათ, რომ გაზაფხულის შეტევა ეპიკური მასშტაბის ჩავარდნაა, რაც პუტინს სულ უფრო ატენებს იმ ორ არჩევანთან, რომელთაგან ორივე რუსეთისთვის ომის წაგებით სრულდება. ომი კი თავად დაიწყო. დონბასის დაცემა ახლა არ არის უფრო ახლოს, ვიდრე გაზაფხულის დასაწყისში იყო. რუსეთის ძალები უბრალოდ ეჯახებიან დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზს, თუ საერთოდ შეძლებენ მის მიღწევას და იღუპებიან მანამდე, სანამ რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას მოახერხებენ. რუსეთის 9 მაისის გამარჯვების დღის პარადის სამწუხარო სანახაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს აზრი, როცა პუტინი მოწყენილი სახით უყურებდა მოსკოვში მის წინაშე მიმდინარე თითქმის არაფერს. Kas უნდა ყოფილიყო რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირება, გადაიქცა პუტინის სისუსტის სამწუხარო გამოვლინებად, რადგან რუსეთმა ვერაფერი სამხედრო ტექნიკა ვერ აჩვენა უკრაინული დარტმის შიშის გამო. ეს პარადი მხოლოდ რუსეთის მარცხის მონუმენტად იქცა. და ადგილზე ჩვენ ხედავთ ხელშესახებ მტკიცებულებებს, რომ გაზაფხული სულაც არ მიდის ისე, როგორც პუტინს ეგონა. რუსეთის წინსვლის ტემპი რბილად რომ თქვათ ძალიან ნელია. საუკეთესო შემთხვევაში, როგორც ღია წყაროების სადაზვერვო ჯგუფი Deep State იუწყება, რუსეთმა ამ გაზაფხულზე შეძლო უკრაინის 662 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის დაკავება. ეს ბევრად ჩამორჩება უკვე წინ 827 კვადრატულ კილომეტრს, რომელიც იგივე პერიოდში 2025 წელს იქნა დაკავებული, იუწყება Kiev Independent. და ეს მაქსიმუმია რუსეთისთვის. სხვა ანგარიშები აჩვენებს, რომ რუსეთი პოზიციებს კარგავს მაშინაც კი, როცა გარკვეულ წარმატებებს აღწევს. ომის შესწავლის ინსტიტუტის მაისის ანალიზი აჩვენებს, რომ აპრილში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე პირველად განიცადა წმინდა ტერიტორიული დანაკარგი, მას შემდეგ რაც უკრაინამ განახორციელა საპასუხო შეჭრა კურსკში 2024 წელს. აპრილის ბოლოსთვის უკრაინამ 120 კვადრატული კილომეტრით გაზარდა თავისი კონტროლირებადი ტერიტორია, რაც ისეთი სიტუაცია, რომელსაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა იმ გაზაფხულზე, რომელიც მისთვის ბრწყინვალედ უნდა დასრულებულიყო. უკრაინის კონტრშეტევებმა სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აღმოსავლეთში სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინა წინ მიიწევს მაშინ, როცა რუსეთი წინ უნდა მიიწევდეს. ამ კონტრშეტევებმა პუტინის გეგმები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაპირველად ააყენა. რუსეთის შეტევა სლოვიანსკის მიმართულებით დონეცკში, ჩიხში შევიდა და პირველი ციხესიმაგრე ქალაქი, რომელსაც რუსეთი მიუახლოვდა, კონსტანტინივკა, თავის საქმეს აკეთებს, რადგან პუტინის მარიონეტები მასიურად იღუპებიან თითოეული ქუჩისთვის, რომელსაც ახერხებენ აიღონ. პუტინი სულ უფრო იზოლებული ხდება, ამ ორიდან ერთ-ერთი ისეთი არჩევანი გააკეთოს, რომლის გაკეთებაც მას ადრე არასდროს მოუწევია. მაგრამ ამ ნელი ტერიტორიული წინსვლის უკან ორი უფრო დიდი პრობლემა დგას, რომლებმაც ეს არჩევანი გარდაუვალი გაჰადა. უკრაინის მზარდი ტექნოლოგიური უპირატესობა და ის მასშტაბური დანაკარგები, რასაც რუსეთის სამხედრო ძალა განიცდის. დავიწყოთ დანაკარგებით. ბოლო რამდენიმე თვეში მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ის მასშტაბური დანაკარგები, რომის ატანაც რუსეთს ეგონა შეეძლო, რადგან სჯეროდა, რომ მხოლოდ რაოდენობით შეძლებდა უკრაინის დამარცხებას, ახლა უკვე სერიოზულად აწვევა პუტინის ძალებს. უკრაინის დრონებით სავსე სასიკვდილო ზონები თავის საქმეს აკეთებს და მათ უზარმაზარი გავლენა მოახდინეს 2026 წლის გაზაფხულის შეტევაზე.
FPV დრონების დახმარებით უკრაინას შეუძლია დაარტყას ყველაფერს, რაც ფრონტის ხაზთან რამდენიმე კილომეტრში მოძრაობს. თანაც იმ ფასადრაც დაახლოებით 10%-ია იმ თანხისა, რაც საჭიროა ერთი საარტილერიო ჯურვის გასროლისთვის სტატიკურ პოზიციაზე. უკრაინის ომში სრული გარდატეხა მოხდა და გაიგეთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი თუ ჩვენთან დარჩებით. ამ ეტაპზე კი შედეგებია ყველაზე მნიშვნელოვანი. რამდენიმე გამოცემა, მათ შორის Kyiv Independent და Politico, იუწყება, რომ დრონები ახლა უკვე ბრძოლის ველზე მსხვერპლის 80%-მდე არიან პასუხისმგებელი. ზოგიერთი კი თვლის, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. ანგარიში, რომელიც მარტში რუსეთის რეკორდულ დანაკარგებს ასახავდა, ალ-ჯაზირამ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დადასტურებულ 35341 რუსულ დანაკარგიდან 96% დრონების მიერ იყო დაფიქსირებული. დანარჩენი კი მცირე ცეცხლსასროლი იარაღის, ცეცხლისა და არტილერიის შედეგად იყო გამოწვეული. ამას დაუმატეთ ის ზიანი, რომელსაც დრონები რუსეთის სამხედრო ტექნიკას აყენებენ, რადგან ათასობით ტანკი, ჯავშანმანქანა და საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა და მივიღებთ სიტუაციას, რომელსაც პუტინი იძულებულია შეეგუოს. ყოველი გასული წელი რუსეთის შეტევას ასუსტებს და უკრაინის თავდაცვას აძლიერებს. თუ მარტის მასიური დანაკარგების მაჩვენებელს დაუბრუნდებით, ეს პუტინის ძალებისთვის ერთჯერადი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა. უკრაინამ იგივე გაიმეორა აპრილშიც, როდესაც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ ამ თვეში 35203 რუსი ან მოგლულია, ან დაჭრილი. გაითვალისწინეთ, რომ აპრილი-მარტზე ერთი დღით ნაკლებია, ასე რომ პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ უკრაინა დამატებით 150-მდე დანაკარგს მიაღწევდა და მარტის მაჩვენებელს გაუთანამდებოდა, თუ კი ეს დამატებითი დღე იქნებოდა. გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია და ეს პუტინისთვის კარგი არ არის. ყოველ თვე უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება ან იღებს ჭრილობას ვიდრე ოდესმე და ეს დანაკარგების მაჩვენებლები ფიქსირდება გაზაფხულის შეტევის დროს, რომელიც თითქოს რუსეთს უზარმაზარ ტერიტორიებს უნდა აძლევდეს. და სიტუაცია სიკვდილიანობის მხრივ კიდევ უფრო მძიმდება. როგორც არ უნდა იყოს გასაოცარი რუსეთის გაზაფხულის დანაკარგების მაჩვენებელი, პუტინისთვის ნამდვილი პრობლემა ეს არის. 35,000-ზე მეტი რუსი, რომელსაც რუსეთი ყოველ თვე კარგავს, უმეტესობა აღარ ბრუნდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 10 მარტს, როცა თქვა, რომ რუსეთის მოკლულთა და დაჭრილთა თანაფარდობა ძალიან ძლიერაა გადახრილი მოკლულების სასარგებლოდ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანაკარგების 100%-დან 62% მოკლულია, ხოლო 38% დაჭრილი, რაც საშიშად ახლოსაა 2:1-ზე თანაფარდობასთან სიკვდილის სასარგებლოდ. და გახსოვდეთ, ყველა დაჭრილი ვერ ბრუნდება. თუ რუს ჯარისკაცს ფეხს აუფეთქებენ, ის ფრონტზე დიდად ვეღარ გამოადგებათ. ასე რომ დიდი ალბათობით რუსეთის დანაკარგების 2/3-ზე მეტი და შესაძლოა 3/4-საც უახლოვდებოდეს, იმ ჯარისკაცებს ეხება, რომლებიც ფრონტზე აღარასდროს დაბრუნდებია. რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსეთი ამის დამალვას, პუტინის არმიის ჯარისკაცები ხშირად უგზო-უკლოდ დაკარგულებად ითვლებიან, ვიდრე ოფიციალურად გარდაცვლილებად აცხადებენ. მაშინაც კი როცა რუსული დამოუკიდებელი მედია სიკვდილის მასშტაბებს ამხელს. 9 მაისის ანგარიში რუსეთის მედუზამ და მედიაზონამ ერთად გამოავლინეს, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან 352,000 რუსი მამაკაცი 18-დან 59 წლამდე ასაკის მოკლულია. ეს გადაცვალებები დადასტურებულია რუსეთის მემკვიდრეობის რეესტრის შემოწმებით, ასევე ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა BBC რუსეთი, შედგენილი დადასტურებული გარდაცვალების მონაცემთა ბაზების შესწავლით. ნამდვილად დაუყოლთა რაოდენობა სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია და საქმე კიდევ უფრო მძიმდება. რუსული რეკრუტირება თითქმის ვეღარ ასწრებს იმ მასშტაბს, რამდენსაც პუტინი უკრაინის ომის ხორცსაგებში აგდებს. 4 მაისს United 24 მედია ითხოვინებოდა, რომ აპრილი იყო მეხუთე ზედიზე თვე, როცა რუსეთმა ვერ შეძლო საკმარისი არმიის მოხალისეების რეკრუტირება, რათა დაეფარა ის დანაკარგები, რაც უკრაინაში განიცადა. ეს ნიშნავს, რომ უკვე 5 თვეა რუსეთის არმია თანდათან მცირდება, რაც ასევე მიანიშნებს იმ ორ საშინელ არჩევანზე, რომელთაგან ერთ-ერთის გაკეთება პუტინს მოუწევს. მილიტარნიიმ ასევე შეისწავლა რუსეთის რეკრუტირება აპრილის შუა რიცხვებში და მის მიერ მიღებული შედეგები პუტინისთვის არც თუ დამაიმედებელი იყო. მისი მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა დღეში დაახლოებით 800 ჯარისკაცი აიყვანა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დღეში 1000-დან 1200 ჯარისკაცამდე იყო. რეკრუტირების 20%-იანი ან მეტი ვარდნა სწორედ ის ბოლო რამაა, რაც პუტინს სჭირდება მაშინ, როცა გაზაფხულის შეტევა უკვე რეკორდულ დანაკარგებს იწვევს. და უკრაინამ მხოლოდ გააუარესებს ამ ყველა პრობლემას რუსეთისთვის. როგორ? მეორე მთავარი პრობლემა, რომელიც ადრე ვახსენეთ, ისაა, რომ უკრაინა აგრძელებს მიღწეულს და კიდევ უფრო ზრდის ტექნოლოგიურ უპირატესობას რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის The Military Show და აქ კიდევ ბევრ მსგავს ვიდეოს ნახავთ. თუ ახიდან ახალ ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ჩვენი სხვა ვიდეოებიც ნახოთ. უკრაინა ყოველთვის ინოვატორი იყო, ამ ომში მონაწილე ორ ქვეყანას შორის. მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, უკრაინამ უფრო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მიდგომა აირჩია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მონაცემების გამოყენება და თანამედროვე მენეჯერული აზროვნება, რომელსაც ფედოროვი იზიარებს, ხელს უწყობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სამხედრო ძალების სრულ რესტრუქტურიზაციას. ტექნოლოგიების ოსტატი დაუღალავად ცდილობს ოპტიმიზაციას ყველაფრის, რასაც კი შეეხება, და ეს სწორედ ისაა, რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება, რადგან ქვეყანა პუტინის შეჭრის შედეგად დაახლოებით 213 მილიარდი დოლარის მზარდი ვალების წინაშე დგას. ფედოროვის მოქმედების სტილია მაქსიმუმის მიღწევა მინიმალური რესურსებით და ის გარდაქმნა, რაც მან უკვე მოახდინა უკრაინის სამხედრო ძალებში, არ უნდა იყოს დაუფასებელი. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის წინა პოზიციაზე ყოფნისას ფედოროვმა სათავეში ჩაუდგა დელტას სიტუაციური ცნობიერების სისტემის დანერგვას. ეს საშუალებას აძლევს უკრაინის ჯარისკაცებს, რომ ბრძოლის ველის სხვადასხვა წერტილიდან ვიდეოები და ინფორმაცია გააზიარონ. ეს სისტემა არის ის, რასაც ახლა უკრაინა იანებს მოწინააღმდეგისთვის მიყენებული დანაკარგების მაჩვენებლების დადასტურებისთვის. რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი FPV დრონის დათმა იწერება, იტვირთება და ითვლება, რათა უკრაინას სუსტი წარმოდგენა ჰქონდეს იმ ზიანზე, რომელსაც ბრძოლის ველზე ატენებს. ფიოდოროვი ასევე განიხილება როგორც მნიშვნელოვან საპირწონეს იმაზე, რასაც Kyiv Independence უწოდებს საბჭოთა აზროვნების მქონე შეიარაღებული ძალების მთავარ სარდალს, ოლექსანდრ სივსკის. ერთად ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდონ როგორც ძველი, ისე ახალი, საუკეთესო გამოცდილება. ეს შედეგები ყველასთვის აშკარად ჩანს იმ ტექნოლოგიურ უპირატესობაში, რომელიც უკრაინამ განავითარა. კომუნიკაციების მიმართულებით ფიოდოროვმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი პირველი დიდი გამარჯვება მაშინ მოიპოვა, როდესაც წარმატებით მოილაპარაკა SpaceX-თან და დახურა არალეგალური Starlink-ის ტერმინალები, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა უკრაინაში. რუსეთის ფრონტის ხაზზე ქაოსი დაიწყო, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა უკრაინის კონტრშეტევებს და იმ მასშტაბურ დანაკარგებს, რასაც ახლა ვხედავთ. გარდა ამისა, როგორც United 24 მედია მათი მაისს გაავრცელა, Starlink-ის დაკარგვას აშკარა გავლენა ჰქონდა რუსეთის დრონების სტრატეგიაზე. ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის კამპანიის სრული გეგმა ჰქონდა შემუშავებული, როცა ის ამზადებდა საზღვაო დრონების კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რათა პასუხი გაეცა უკრაინის მიერ შავი ზღვის ფლოტის პარალიზებაზე. პროტოტიპები უკვე დამზადებული იყო 2025 წლის შუა პერიოდში და 2026 წელი უნდა ყოფილიყო ის წელი, როცა რუსეთი თავის საზღვაო დრონებს მასობრივად გამოიყენებდა. Starlink-ის გათიშრამეს ყველაფერი შეაჩერე. უკრაინის ტექნოლოგია შავ ზღვაში კვლავ ბატონობს. ტექნოლოგიაზე გაზრდილმა ყურადღებამ ასევე უზარმაზარი დახმარება გაუწია უკრაინას თავდაცვით ფრონტზე. იაფი ჩამჭერი დრონების დანერგვამ უკრაინის მრავალფენოვან საჰაერო თავდაცვაში შეამცირა რუსეთის შაჰედის ტიპის დრონების ეფექტიანობა. სახმელეთო რობოტული სისტემები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ინერგება. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიხედვით, ამ რობოტებმა შეიძლება მხოლოდ 2026 წლის ბოლომდე 30%-ით შეამცირონ უკრაინის ფრონტის ხაზზე კრეითი ძალების საჭიროება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 80%-მდე გაიზარდოს. ეს რობოტები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება უკრაინის ლოგისტიკისთვის. ზოგიერთი კი თვიანფრქვევებითაც არის აღჭურვილი და შეტევით იარაღად გამოიფენება. შემდეგ მოდის ხელოვნური ინტელექტი. უკრაინა ამ მიმართულებით იმდენად უსწრებს რუსეთს, რომ ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. ეხლა ბრძოლის ველზე მთელი ურდოები ავტონომიური დრონებისა გამოჰყავთ. თითოეულ მათგანს შეუძლია ამოიცნოს და აფიქსიროს და გაანადგუროს სამიზნე მინიმალური ადამიანის ჩარევით. უკრაინა ასევე თანამშრომლობს გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელიც აფინანსებს ხელოვნური ინტელექტის სრულყოფილების ცენტრს, რათა წაახალისოს უახლესი დრონების შემდგომი განვითარება, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთი მწყობრიდან გამოიყვანან. როდესაც განადგურების ზონები ფართოვდება და ტექნოლოგია უმჯობესდება, უკრაინა ბრძოლის ველზე იმპულსს იკრებს. და სწორედ ეს ინერცია რუსეთის უუნარობასთან ერთად რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, გვაბრუნებს იმ ორ არჩევანთან, რომელიც ახლა პუტინს აქვს და ორივე ნიშნავს, რომ რუსეთი ომს წააგებს. პირველი არჩევანი – მობილიზაცია. ეს უპირატესობა, რაც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უკრაინასთან შედარებით არის ის, რომ მას ბევრად მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს. რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება უკრაინისას, მაგრამ მიზეზი, რატომაც ეს ფაქტორი ისეთი მნიშვნელოვანი არ გამხდარა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, ისაა, რომ პუტინი ომის უმეტეს ნაწილში მობილიზაციას ერიდებოდა. გახსოვდეთ, ეს ის ადამიანია, რომელიც ომს ჯერ კიდევ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. 4 წელი და 1,3 მილიონზე მეტი მსხვერპლის შემდეგაც კი. მობილიზაცია ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა არჩევანი, რადგან პუტინმა იცის, რომ მობილიზაცია ნიშნავს სოციალური კონტრაქტის დარღვევას, რომელიც მისი მმართველობის საფუძველშია. პუტინმა მეოთხედი საუკუნე გაატარა იმაზე, რომ თავი წარმოეჩინა ძლიერ ლიდერად, რომელსაც შეუძლია რუსეთს მისთვის საჭირო სტაბილურობა მოუტანოს. ქვეყნის მობილიზაცია და მისი სრულად საომარ რეჟიმზე გადაყვანა ამ კონტრაქტს ნამსხვრევებად აქცევს. ეს ნიშნავს, რომ პუტინი რუს ხალხს ეუბნება, რომ ის ცდებოდა და რუსეთს არ შეუძლია უკრაინის დაძლევა იმ უზარმაზარი რესურსებითაც კი, რაც უკვე ჩადო. მეტი არის საჭირო და სწორედ აქ იჩენს თავს დანაკარგი. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, არ ნიშნავს პუტინის შიშობს იმ საზოგადოებრივი უკმაყოფილების, რასაც სრული მობილიზაცია მის რეჟიმს მოუტანს. ISW ამბობს, რომ ეს უკმაყოფილება შეიძლება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ის, რაც ყოფილმა საბჭოთა კავშირმა ავღანეთში წარუმატებელი შეჭრის შემდეგ გადაიტანა. ამ 10-წლიანი კონფლიქტის შედეგად რუსეთმა დაახლოებით 15,000 დანაკარგი განიცადა. პუტინის კამპანია უკრაინაში ამ რაოდენობას ნახევარ-თვეზე ნაკლებ დროში აღწევს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც მობილიზაცია სულ უფრო მეტად ხდება საჭირო. პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ მობილიზაცია აიცილოს თავიდან, რადგან ეს მას ძველი ცარების რიგში დააყენებს, რომლებმაც 100,000-ობით რუსი ომებში სიკვდილს გადააყოლეს.
არაფერს ვაბობთ იმაზე, რომ პუტინმა ეს უკვე გააკეთა. ყველაფერი ნარატივზეა დამოკიდებული. რუსეთის ლიდერთან და მობილიზაცია იმას ნიშნავს, რომ პუტინი აღიარებს სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმ მომად გადაიქცა, რაც ქცევასაც თავის ხალხს დიდი ხანი აღპირდებოდა, რომ არ დაუშვებდა. რევოლუცია შეიძლება მობილიზაციის შემდეგ დაუყოვნებლივ არ დაიწყოს, მაგრამ პუტინი მაინც წააგებს, რადგან თავისი ძალაუფლების მყიფე საფუძველი საბოლოოდ დაანგრია. თუ რუსეთი მობილიზაციას გამოაცხადებს უკრაინასთან გასამკლავებლად, პუტინმა შეიძლება საკუთარი თავის დაღუპვის საფუძველი თავადვე შექმნას, რადგან ხალხი და რუსეთის ელიტა დაიწყებენ ფიქრს, როგორ დაასრულონ მისი მმართველობა. მეორე ვარიანტიც არსებობს, ომის დასრულება მთლიანად სამშვიდობო შეთანხმების გზით. პუტინი მიანიშნებს, რომ სწორედ ამას აპირებს რუსეთის სამართლმსაჯულო გამარჯვების დღის აღნიშვნის შემდეგ. პუტინმა იდუმალი განცხადება გააკეთა, რომ მისი აზრით საქმე დასასრულს უახლოვდება, როცა უკრაინის ომზე საუბრობდა. მან ასევე ისაუბრა თავისი გზატყოფნის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ მან ამ ყველაფერს დაამატა ჩვეულებრივი რუსული აბსურდი იმის შესახებ, რომ უკრაინა არ თანამშრომლობს და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, თავად ის ფაქტი, რომ მან ღიად ისაუბრა მშვიდობაზე და კონფლიქტის დასრულებაზე იმ დღეს, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალას უნდა აღნიშნავდეს, ბევრს ნიშნავს. პუტინი გამოსავალს ეძებს. და ამ ორ ვარიანტს შორის ეს ისაა, რომელსაც უკრაინა ამჯობინებს. სადაც მობილიზაცია ნიშნავს, რომ პუტინი დამარცხდება, მაგრამ რუსეთს შეუძლია კიდევ ასობით ათასი კაცი გააგზავნოს უკრაინაში. მშვიდობა ნიშნავს, რომ უკრაინა თავიდან აიცილებს მეტ ზიანს და პუტინი თავის დაპირებას უკრაინის დაპყრობის შესახებ დაარღვევს. ნაცვლად იმისა, რომ დაარღვიოს სოციალური კონტრაქტი, რომელიც რუს ხალხთან აქვს. პუტინის პრობლემა აქ ისაა, რომ უკრაინა აპირებს მშვიდობის მიღებას იმ პირობებით, რაც პუტინს სურს. დონბასი რუსეთს არ გადაეცემა. ამის ნაცვლად უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობის მოთხოვნები და სურს შეინარჩუნოს ის არმია, რომელიც შექმნა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საბრძოლო ძალად იქცა. ერთი მიზეზი, რომელიც პუტინმა უკრაინაში მეორე ვარიანტის არჩევა ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ ვერ აღწევს ამ მიზას, არამედ უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მან შექმნა უკრაინის ისეთი ვერსია, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე თავად წარმოედგინა. არსებობენ ადამიანები, შესაძლოა თავად პუტინიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს მშვიდობის მიღება შეუძლებელია იმ პირობებით, რომლებიც უკრაინის თუნდაც ნაწილს არ გადასცემს რუსეთს. თუ ოთხთვლიანი ბრძოლის შემდეგ არც ერთი ტერიტორია არ იქნება მიტაცებული, პუტინი იქნება ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მთელი თაობის რუსი მამაკაცების ამაო ხოცვა-ჟლეტაზე. მაგრამ აი აქ პუტინი არ მოშდება მდგომარეობაში, სადაც გამარჯვება შეუძლებელია. იმისთვის, რომ შეჭრა გააგრძელოს, პუტინს მობილიზაცია სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინის მიერ მოკულთა რაოდენობა იზრდება და რუსეთში გაწვევა ჭიანურდება. ეს პუტინისთვის მარცხია. თუ მობილიზაცია არ არის შესაძლებელი, მაშინ უნდა იყოს მშვიდობა და არა პუტინის პირობებით. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ სულ უფრო დასუსტებული ძალა უპირისპირდება უკრაინის თავდაცვას, რომელიც უფრო მეტ რუსს კლავს ვიდრე ოდესმე და ტექნოლოგიურადაც აღემატება რუსეთის არმიას. ეს არის ორი არჩევანი, რომელიც პუტინის წინ დგას. მას ბევრი დრო არ აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ვიდეოში არ გვისაუბრია იმ სრულ ეკონომიკურ ქაოსზე, რომელიც პუტინის შეჭრამ რუსეთში გამოიწვია და იმ ზეწოლაზე, რომელსაც ეს მასზე ახდენს. მაგრამ არ ინერვიულობ. გვაქვს ვიდეო, რომელიც ყველაფერს ხსნის. ნახეთ ეს ვიდეო თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმ დროის ბომზე, რასაც რუსეთის ეკონომიკა წარმოადგენს და რატომ იწვევს ეს პუტინის პანიკას. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი პუტინის მმართველობის ფარულ მხარეზე და მის მრავალ მარცხზე უკრაინაში. მადლობა ყურებისთვის.